იმაში მარტო ხაზი უკეთ. რომელ ხაზია? ხერხებლის ხაზია ლაპარაკი. უკანა ხაზი. ეგ ხაზია? ფიქრო დავადებ ესე იზარ. ხაზი რამდენად არ უკან არის? აი ხაზზე ვადა შევაქცევა. ეხო ვამბობ რომ ეს არის მიზან მიმართული ჩვენი ჯაძირვა. იმიტომ რომ არავინ არ მოწონს ეს ჯიური ეთქობა და უნდათ რომ ჩავდივართ. ეს არის ყველაზე გასართობი, ყველაზე აზარტული და მხიარული შოუ ეკივოკი. ჩვენთან დღეს ნიჭიერის ჟური და წამყვანები თამაშობენ. ანგარიშია 30-21 მესამე ტურში ვართ. გამოსაცნობი 5 სიტყვა გვაქვს. რამდენი ინფორმაცია მოგვაყარეთ უცებ და სწრაფად. მოკლედ მზად ახართ რომ გავაგზავნოთ მესამე ტურში. ყველაფერი გასწრებაზე. აბა სანდრო კარაპეტიას მოусმინოთ. რას გავიგებთ? ნახოთ ვიდეო. თავი რაღაცნაირი ბოროტული აქვს და ირო შეხერა გეგონება რაღაც ბოროტი. თითები აქვს ძალიან რაღაცა წვეტიანი და თუ რაღაც მიაკარო თითი გეტკინება და გეტკინება. თვალები ვაფშე შეხვეტილები აქვს, ყურებიც არ აქვს ყურები და ცხვირი კიდე ნახევარად ამოწეულია. ენა ვაფშე არ აქვს არც ერთვარიანში და ყველაფერი თეთრი აქვს, ყველაფერი. უკანა იმაში მარტო ხაზი უკეთ. საერთოდ საშიშია. იმიტომ რომ რა ქვია ძალიან ცუდად გამოიყურება და რა ქვია და შეგიძლია შეგეშინდეს და გაიქცეს. ზოგიერთი რო თხრის თვალები შეხრეტილი, ცხვირი ნახევრად მოხრეტილი, უკან ხაზი აქვს. აბა ხაზი რამდენად არ უკან არის? აი ხაზზე ვადა შევაქცევა. არ ვიცი, ათრიან ალბათ მუმია. არა. წავიდე? არა, არ წახვიდე. არ წახვიდე. ხაზი აქვს, თეთრიაო. არის სწორია რა. სწორია რა. შეხურეტილი აქვს და თვალები აქვს შეხურეტილი, საშიშია, გამოგეკიდება, ყურები არ აქვს. ყველაფერი შენ მართალი. ხას რომ მიაგეთ გეტკინება. всё, დავთვალ. აი მე დედა, მოემზადეთ თქვენ ხო. და მე ვიბჭოთ რა. სანდრო კარაპეტიაnis ვიდეო გავიგრძელეთ თუ შეიძლება, ცუდად ავარ. ნახო როგორია. არც უნახავთ. და თხრიან და აი იპოვიან და ნახავენ იტყვიან მე თან გაეცინებათ ეს რა ძველებული ესა ძველებული? იაო. არა, ხო, ძველებურიო. ესე იგი თავიდან დავიწყოთ, ესე იგი. როგორია? საშინელი სახე. ხო, რა გამოვიდა. ხო, გქონდათ თქვენ ვერსია რა, თავიდან დაიწყეთ კაცო. არა, ის დავიბენი მე. ხო, რა კარგია რომ დაიბენით, აბა მიდი. თხრიანო დავიბენი. ამას თხრიან თუ ესენი თხრიან. ანუ ამას თხრიანზე წავიდა. აი მე, აინო არ და. არის ცხვირი ოდნავ გამოწეული. ფიქრო დავადებ ესე იზარს. თეთრია, სულ თეთრია, ყველაფერი თეთრია, უკან ზოლი რა. ხაზი, ზოლი არა, ხაზი. თქვით რამე, თქვით, მაინც იგებთ. მუმია. უფრო ძველი მუმია. ანგარიშით უგებთ. არა, ძალიან მაინტერესებს რომ გამოვიცოთ. მუმია 2, მეორე გამოვიდა. თეთრიაო, ხრიანო ურაძველი ყოფილაო, რა უბედურებაა ეხა ეს. ნინო. და ამდენი დრო არ აქვს. არა, გეთახმები, გეთახმები. თან რაღაცა ვერსიები ქონდათ ამას, ქონდათ ნამდვილად საშინელი რომ მიეძებ ხეს თუ რაღაც. მაგრამ მე წავედი ზოლზე და ხრიანზე კუნზე. არ იქნება, ამიტომ ისეთი ურაძველია. ბანო, მაგრად იდექ, იმიტომ რომ ისეთი ვერსია ქონდა თიკა ფაცაციას, უბრალოდ მინდა რომ გააჩვენო. ხომ შეხრეტილი კი? ჩონჩხი. ვაიმე? ფაცაცია, ხმამაღლა აღიარე, რა ვერსია ქონდა მანამდე? ჯერი უცხო პლანეტელი მქონდა, მე რო ზოლი აქ და თხრისო, მე რო კუნზე გადავედი, იმიტომ რომ რატომ არ დარჩი მაგ ვერსია? კუნზე იყო? არა, მე მაინტერესებს შენი ლოგიკა, რატომ არ დარჩი კუნზე? ვაიმე, გასკდებოდით სიცილით, გასკდებოდით სიცილით კუნსი რო გეთქვა. რა ხდა ჩონჩხია და უნდა ჩავარდე.
მე ხო ვამბობ რომ ეს არის მიზან მიმართული ჩვენი ჩაძირვა. იმიტომ რომ არავის არ მოწონს ეს ჟიური ეთყობა და უნდა თუ ჩავდივართ. ძალიან მოგწონს ჟური! ძალიან მოგწონს ჟური! ნიჭიერის ჟური! ყველაზე მაგარი ჟურია რაც დღემდე მინახავს. ყველაზე მაგარი. რომელ ხაზია? ხერხემლის ხაზია ლაპარაკი. უკანა ხაზი. ეგ ხაზია? მოკლედ გავაგრძელოთ ჩვენი რბოლას.